ეხლა ხედავთ ჩემ ეზოში ჯუჯულებს 7 წიწილი ავიყვანე, რათა ეკოლოგიურად სუფთა კვერცხი და ხორცი მქონდეს იმ დროისათვის, როდესაც შვილი მეწვევა ამერიკიდან. მინდა რომ პატარას ეკოლოგიურად სუფთა მივართვა მაქსიმალურად. ეხლა პირველი რაც პრობლემა ფრინველის მოვლაში ეს არის, რომ ქათმები არიან ძალიან ბინძურები და თუ გაუშვი მთელ ეზოს ააოხრებენ, ამიტომ ამათი გაშვება სრულიად გამორიცხულია, თორემ ეს ეზო პრინციპში საკმარისია მათ გასაშვება და ამიტომ რაღაც პატარა შემოსაზღვრული აქვთ ფართობი. ეხლა ასეთი რამ თვითონ საქათმეშიც და აი პატარა ეზოში, რომელიც შემოფარგლული აქვთ, ძირზე მიყრია თივა. ეხლა რატომ? პრინციპში თივა საერთოდ კარგი მულჩაა და ცოტა ხანში დამჭირდება, მაგრამ ეხლა ფრინველის ნაკელით გაჯერებული თივა ეს ბევრად უფრო უკეთესია ვიდრე ჩვეულებრივი. ასე რომ აქ თივა რაც ყრია აქაც და თქვათ თავიანთ საქათმეშიც კიდევ დამუშავებული არის ტრიქოდერმით. არსებობს ტრიქოდერმაზე უკეთესიც. აქ ახლა მეტი ფრინველი რო იყოს, იმას შევიძენდი და დავამუშავებდი. ეს არის ეფექტური მიკროორგანიზმების სუსპენზია, რომელთა შორის წამყვანი ისევ ტრიქოდერმაა, მაგრამ იქ პრაქტიკულად ახლა აი ესეთ ფართობზე 30 ქათამიც რომ იყოს, ძალიან სწრაფად მოხდება გადამუშავება ამათი ნაკელის და პრაქტიკულად სუნიც არ იქნება. აქ უკვე ტრიქოდერმაც საკმარისია ასეთ შედარებით დიდ ფარჩი, რომ სუნი არ დადგეს. პირველ რიგში ეს არის სუნის უტილიზაციისათვის. შემდეგ მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ნაწლავური ინფექციები. ის მიკროორგანიზმები და ჩემ შემთხვევაში ტრიქოდერმა უბრალოდ საშუალებას არ აძლევს გამრავლდეს ნაწლავურ ინფექციებს. ამიტომ თქვათ გაცილებით ნაკლებია საჭიროება ანტიბიოტიკების, ჰორმონებს საერთოდ არ ვიყენებ. შენ ხარ ჩემი ბატონი, ამიტომ პრაქტიკულად ეს ფრინველი გამოდის ბუნებრივ საკვებზე დამყოფი. ახლა კიდევ ხედავთ ორ მოწყობილობას, რომელიც გავაკეთე და რომელსაც გაჩვენებთ ამ ვიდეოში, როგორ გავაკეთე. ესენი პრაქტიკულად უფასოებია. ერთი არის ბუნკერი იმისათვის, რომ თქვათ ხორბალი და მშრალი საკენკი ფრინველმა მიიღოს თავისით ავტომატურად, ფაქტიურად ამით 3 დღეში ერთხელ სჭირდებათ ამ ქათმებს საკენკის დაყრა, ხოლო მეორე წყლისათვის წყალს ყოველდღიურად უცვლი, უბრალოდ ცოტა ზმარს ვამატებ ხოლმე წყალში ძალიან ცოტას, ეგეც ისევ ჰიგიენური მოსაზრებებით. ეხლა ვნახოთ როგორ არის მოწყობილი აი ეს. აშკარად ხედავთ, რომ კოკა-კოლას 2 ლიტრიანი ბოთლებისაგან არის გაკეთებული ბუნკერი და წყლის დასალევი. ეხლა პირველი რასაც ვაკეთებთ ამ საკვებურას სარწყულებლის გაკეთებისათვის, აი ამ 5-დან 8 ლიტრამდე ბოთლს ძირი უნდა წავაჭრათ და ახლოვებით აი ამ სიმაღლეზე შეიძლება ითქვას, ახლა მე ამას გავაკეთებ. აი ხედავთ შედეგს. აი ეს იქნება
ძირი. დანარჩენი ყველაფერი 2 ლიტრიანი კოკაკოლას ბოთლისაგან. ეხლა რა გვჭირდება? ერთი ბოლტგაიკა 4-იანი, შემდეგ 2 ცალი 20-იანი რეზინკა, პრაკლატკა, შემდეგ 2 შაიბა და კოკაკოლას ბოთლის თავსახური. ეს უნდა გავხვრიტოთ ცენტრში, ესეც ცენტრში გაიხვრიტება. შემდეგ სულ ქვემოდან და სულ ზემოდან ვადებთ პრაკლატკებს, შემდეგ შაიბებს და უყრით ბოლტგაიკას. ეს არის სულ უმარტივესი რამ. ეხლა დააკვირდით კონსტრუქციას. პროპკის თავი ზევით არის. შემდეგ ამის ქვეშ არის რეზინკა და კიდე ერთი რეზინკა, აქ არის მოთავსებული და ქვევიდან არის შურუპი გაყარებული. ეს უკვე მზად არის იმისათვის, რომ ბოთლი დავამაგროთ ზედ. ეხლა დავაკვირდეთ ბოთლს. ამას თუ გამოვიყენებთ წყლისათვის, ზემოთა მხრიდან აღარ გავუკეთებთ ნახურეთს. თუ ბუნკერად გამოვიყენებთ, მაშინ ჯობია რომ ეს ერთი მოვაჭრათ, რომ აქედან ადვილი იყოს ძაბრით მშრალი საჭმელის ჩაყრა. ეხლა ეს ხორბლისათვისაც გამოდგება და დაღარღილი სიმინდისთვისაც. მთლიანი სიმინდისათვის ნაკლებად. მაგრამ დაღარღილ სიმინდს ძალიან კარგად გამოადგება. გარდა ამისა, აი ამ ძირში, აი აქ ყელთან მაქსიმალურად ახლოს ვუკეთებთ ნახურეთებს ერთი და მეორე საპირისპირო მხრიდან, აი აქა და აქ, რომ წყალი იქნება თუ თქვათ მშრალი საჭმელი რო იქიდან ჩამოიყაროს თავისით. ეხლა თუ ამას გამოვიყენებთ მშრალი საჭმელისათვის, ცოტა უფრო დიდი ნახურეთია საჭირო და თუ გამოვიყენებთ წყლისთვის უფრო პატარა ნახურეთი, ოღონდ თლა ძალიან პატარაც არ ვარ გამ. ეხლა მე ამას გავაკეთებ და გაჩვენებთ. გახურეთას გავაკეთებ პაიალნიკით, ჩვეულებრივი სარჩილავით. ეხლა ჩვენმა ბოთლმა საბოლოო სახე მიიღო, უყურეთ. აი ერთი და აი მეორე ნახურეთი. ეს დიდი ნახურეთებია, აქედან ჩამოიყრება დაღარღილი საჭმელი. წყლისთვის გაცილებით პატარა უნდა გააკეთოთ. შემდეგ აი ეს ადგილი, აი ეს უყურეთ. ხედავთ? როგორ ამოჭრილი მაქვს ერთი ძირი. ეს იმისათვის არის, რომ აი ეს გადაიწება აქ ძაბრს ჩააყენებთ და მოუხსნელად ჩაყარით საჭმელს. ხოლო აი ეს კრუჩოკი საჭიროა რომ დაიკიდოს ზევით. ძირს დადგმა ამისი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აი ესეთი აქვს საბოლოო სახე. ძირს დადგმა არ შეიძლება, იმიტომ რომ ამოაყირავებენ, ამიტომ რაღაცაზე უნდა ჩამოუკიდოთ. ჩამოკიდებულს უკვე ვეღარ აყირავებენ, ვეღარ ძედა ხდებიან. ახლა საბოლოო სახეს მივცემ. ახლა საბოლოო სახე აქვს. ამით ეკიდება. აქედან საჭმელი ძირს იყრება, როგორც ეს ხორბალი ან დაღერღილი სიმინდია. აქედან ქათმები მიერთმევენ ვერ საჭმლის, როდესაც ამას რაღაც სიმაღლეზე ეს დაკიდებს. ვერ საჭმლის დასვრას მოახერხებენ, ვერც დაპნევას და ზუსტად ასევე წყლისაც, ოღონდ წყლის შემთხვევაში აი ეს არ უნდა გაუკეთოთ, აი ეს თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში წყალი უბრალოდ გადმოვა. წყლის შემთხვევაში ვაკუუმი უნდა შეიქმნას ზევითკენ. ეხლა ასეთი რამ. აი ეს რაღაც სიმაღლეზე აუცილებლად უნდა დაიკიდოს როგორც წყალი, ისე საკვები. ახლა 7 ქათამი რომ ყავს, 3 დღეში ერთხელ ჭირდება საკენკის დაყრა. ნუ წყალს ყოველდღიურად 2 ლიტრიანს ცლიან და დილაობით ახალ-ახალს ვუდგამ, უბრალოდ ვუმატებ ცოტა ზმარს, ოდნავ რომ შევამჟავოთ. თუ ვაშლის ზმარი გაქვთ, რა თქმა უნდა უკეთესია, თუ არა ჩვეულებრივიც კარგად მიდის. ოღონდ ცოტა ზედმეტი არ მოგივიდეთ. ძალიან ცოტა არის საჭირო ზმარი ეს იმისათვის, რომ აი ამაში წყალში ბაქტერიები არ გამრავლდნენ.
ქათმის პირი საკმაოდ ბინძურია შეიძლება ითქვას. მართალია ახლა აქ აღარ აქვს საშუალება რომ თავიანთი კაკაშკები კენკონ გაცილებით ნაკლებად, მაგრამ მაინც სასურველია რომ ეს ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკა ესე ძმრის საშუალებით მოვახდინოს. ვიმეორებ ძალიან ცოტა ძმარი ჭირდება ამ საქმეს. ეხლა ერთი საკვებურა უკვე გქონდათ, დილოვებით შხუბი მოძდით ხოლმე, ეხლა მეორესაც დაუდგამ ცოტა ხანში. თორემ ერთ საკვებურაც ყოფნით კაცმა რომ თქვას. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისათვის.